თქვენ ხშირად მაძლევთ რაღაც ელემენტარულებზე შენიშნოს გასაგებია გაძევებას არ არის პრობლემა შეიძლება 5 წელი მომიწიოს სულიად უსამართლოდ ციხეში ყოფნა და ხაკედან თუ გამაძევებენ დიდი არაფერი მაგრამ მინდა გესმოდეთ რომ ძალიან რთულია ეს ჩვენთვის ან საერთოდ კიდე ერთხელ და რამდენჯერაც მომეცემ საშუალება ბევრჯერ აგიხსნით რომ არაფერი ეს არ არის ან წერან თქვი სასაცილოა თქმა და სასაცილოა ზედაპირულად თუ არ ჩაუღმარდებნა თუ ჩაუღმარდებით ჩვენ დავინახავთ ერთი და იგივე პროკურორებს აქაც სხვაგანაც მერე კიდე სხვაგანაც ცალ-ცალკე ერთად ამ მოსამართლეს აქაც სხვაგან კიდე სხვაგან და ერთი და იგივე შინაარსის საქმეებს მერე ამას ხედავთ აქ იმ ყველაფერს მერე მივდივარ უყურებ საკანში ტელევიზორში მერე ბრუნდებით ისევ აქ და იგივე ხდება მოდის ვიღაც მოწმე უსამენ კითხვას აცებს კონკრეტულ პასუხს მერე პროკურორი ეხმარება ფაქტიურად პასუხის გაცემაში როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა თქვენ ან საერთოდ მინდა წარმოიდგინოთ რომ აი ერთი წამით როდეს აი აქედან რო გახვალ დაფიქრდეთ და წარმოიდგინოთ რომ აი სახში მიხვედით მეორე დღე გათენდა და ეს რაღაც არ არსებობს აი რა შეიცვალა სამყაროში ამაზე მინდა რომ დაფიქრდეთ აი ამაზე მინდა რომ დაფიქრდეთ ანუ საშიში ძიმე საშიში დანაშაულების ხედან აქ თუ რა ხდება ანუ ვინმეს რამეს უშევებ და მე კიდე ბოლოს მინდა ერთ რაღაცას ვიტყვი აქ მოწმევას განაცხადა რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია ამ საქმეზე ჩემი აზრით და მე მგონი მართალი ვარ ამაში რომ საზოგადოების მაღალი ინტერესი იქნება ორ შემთხვევაში საქმეზე როცა ყავს განსაკუთრებით ძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანების საბრალდებო სკამზე ან როცა ყავს უდანაშაულო ადამიანები ახლა თქვენ თვითონ გამოირკვიეთ ჩვენი ბიოგრაფია რა გვიკეთებია ვინ ვართ სად ვართ რა მოგვიპარავს რამე ცხოვრებაში ვინმე გვიცემია თუ რა გვიკეთებია ეგ ყველაფერი გამოიძიეთ და მე მიიღეთ დასკვნა დანარჩენს აქ არგუმენტებს მე ფაქტობრივად თუ გყავთ ეგეთ ვიღაცა სასწაული მე ახლა ჩამსოვს კი ბატონო მილიონჯერ მithქვამს რომ არა მაქვს პრობლემა არა მაქვს მაგრამ უსამართლოც რო იყოს მაშინაც არა მაქვს პრობლემა უბრალოდ ძალიან რთულია ამის ატყვა მე მინდა რომ გესმით